მოგესალმებით. 2 დღის უკან გამოვიდა საქართველოში მოკლედ 2026 წლის DLC ბევრს მოგეწონა ალბათ ბევრს არა, მაგრამ მე პირადად ძალიან მომეწონა. პლუს ამას ჩემი ძველი აკაუნთი აღვადგინე ოპერატორს და ვიდეოებს ვერ ვიღებ იქიდან გამომდინარე, რომ ლავიწის ძვალი მაქვს მოტეხილი და მიჭირს. ანუ ხმაზის მეტყობა რა. ხო და აკაუნთი აღვადგინები, მოკლედ ინსტაგრამზე მივწერე იქეთ-აქეთ და აღვადგინინი აკაუნთი შვენიერია, მე მომწონს. თიმში დაიმატა რეზერვები, რაც ძალიან კარგია და მივესალმები ამ ყველაფერს რეზერვებს, მაგრამ ერთი მინუსი ის აქვს, თუ რეზერვებიდან სიტყვაზე გადმოიყვან რომელიმე ფეხბურთელს და მიცემ ავტო შევსებას რა, best teams. ავტომატურად ისევ რეზერვებში აბრუნებს რა. ერთი სისულელე გაქვს რა, მაგრამ სულ არაფერს ჯობს. ტრანსფერებში რაც შეეხება ბევრ ფეხბურთელს მოემატა ოვერალები პოტენციალი, ბევრი ფეხბურთელიც დაემატა, ნუ ვინც არ იყო. და გენ მენდეში ხალკასდა რა, აი მის შეძენა შეიძლება სპეისი იდეალური, ნუ ვინ მყავს მარცხენა მხარეს ვაფშე არც მახსოვს ამ გუნდში, ნუ არ მყავს როგორც ხედავთ. ბალდეს დამხმარეთ შესანიშნავი 1 2 3 ერბი მყავს მოკლედ და არის ამს რა, მოდი კანსელოს გავუშვებ და კანსელოს ნაცვლად მოვიყვან მას 84 აქვს ოვერალი ამას, კანსელოს აქვს, ნუ კანსელოსაც 84 აქვს, ანუ ცოტა გაძლიერებული, მაგრამ ეგ არაფერი. კაი, მოკლედ შევიძინოთ მაწყობს წვნელი და ახალი მარცხენა მცველი. ძალიან კარგი მენდეს. შვენიერი ნუნუ მენდესი. ნუ მენდესია ბიჭო არ შემიშალოს. ალბათ ეგა, კაი. უცებ გავუშვათ კანსელო ტექნიკალ კოაჩი, რომ იქ აღდგენა შეგვიძლია მე, მაგრამ ნუ ეგ ცოტა მე შემდეგი დროისთვის არის ეგ უფრო მამარდაშვილი და შესანიშნავი. კარგი, ნუ მენდეს მივცით ლევთი. მარცხენა კუთხის ჩამწოდებელი და შევ რა მოკლედ. ერთ მატჩი ვითამაშებ აგეროსასუნასთან, ნუ სანამდე შევძლებ მოკლედ. რომ ტკივა ძალიან მოკლედ ეს ხელი ხო. როგორც შევძლებ ეგრე რაიდოში. ეხა უკვე აქ კლანიც დაემატა, ნუ კლუბები ასე ვთქვათ. ჩემ კლუბს შევქმნი მეგობრებო ძალიან მალე და ამასაც გაწოდინებ, ძალიან კარგი game face დაემატა. ბევრი რაღაცები დაემატა მოკლედ რა, ნუ ნენელა ყველაფერს გავიგებთ, ვინც გაწოდინებთ და რავი, სულ არაფერს ინფორმირებული იქნებით ბევრ რაღაცასთან, ფინტებთან, გათამაშებებში და ეგეთ რაღაცეებში. თუ ვინმე სურვილი გექნებათ, ოპა, ჰალანდმა რა შეაგდო ბიჭო. კლუბს როცა დავაარსებ, გეტყვით სახელს ყველაფერს. შემოერთების სურვილი ვინმეს თუ გექნებათ, ჩვენი არხის სახელით მოკლედ ვიასპარეზოთ, გლობალზეც გავიდეთ, ნუ მე ვეცდები ყოველ შემთხვევაში, ნუ მაქსიმალურად ხშირად ვითამაშებ უკვე DLC-ს და ვეცდები რომ გლობალზე გავიყვანო რა. ჩვენი კლუბი, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელით, საქართველოს დროშაც გვექნება თავისთავად. ამიტომ რთული არაფერი არ იქნება და ჰალანდი მარცხენათი დაარტყა, მაგრამ მაინც გაუჭირდა შორეული ცხრიანი საყიდო. მაგრამ ეგ არაფერი მთავარია ეს მატჩიც მოვიგოთ. იმედია ამ ვიდეოს იქნება ლაიქები, კომენტარები,
ავიც ხო აქტიური არ ვარ, მაგრამ აწუკვი ვიქნები, რომ თან ამ განახლებას ველოდებოდი, არ მინდოდა მანამდე ვიდეოს დადება. თან იქ ცოტა პრობლემებში ვარ. მოკლედ რა. სულ არაფერს ვიცდები, რომ ამ თამაშში, როდესაც ვიშოვინდინ კრისტალს რამდენიც საჭიროა. შეიძლება დავადო რატო კიდევაც, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ დიდი ალბათობით კი რა. ზუსტად არ ვიცი არა. ამიტომ ძალიან შეიძლება ამ ვიდეოს მერეც იყოს კლანი ასე ვთქვათ გაკეთებული და სტრიმით შემოგიერთდით. და სტრიმზე უკვე ყველაფერი მზად იყოს რა. თუ არ ვწდები იმ კლუბში შეთამაშება შეგვიძლია, რაღაც დონაციაც შეიძლება შეგვეძლოს. არ ვიცი, თუ ყველაფერი შეიძლება აუცილებლად ვინც შემომიერთდებით, ყველას მოგეხმარებით ქოინებზე, კრისტალებზე და ბევრ რაღაცებზე რა, მაგას ყველაფერს გავიგებ, გავარკვევ მოკლედ რა და როგორ და აუცილებლად შეგატყობინებთ ყველაფერს. ბევრი დეტალები დაემატა ის სხვათაშორის ეს კამერის გადამღებები აქ ცენტრში რო არის. ეგეთები არისო ადრე ნუ წინა ვერსიაზე. რაც კარგია მოკლედ. აჰა, უკვე დაცვაში ჩაჭდნენ და მიწევს ესე პასებით ავიდე შეტევაში. რაც ძალიან ცუდია. ბიჭო რა მაგრაციან დაცვაში? არა, ძმა, ძლივს დავარტყი. და მატჩიც მორჩა. არა, ბოლოს საკმაოდ კარგად დაჭდა ოსასუნა დაცვაში. ეგეთი პასები რა ვიცი ლიგაში იშვიათად რომ ვინმე გააკეთოს. დეიონგი მიტი არა აცილა. აგვიცილა. მან ეგ არაფერი თავარია. ვიგებთ 2-0-ს, ნუ რაც მეტი მით უკეთესი. აქ კიდე დაემატა, აი ანუ შენი დივიზიონის თამაშებს არა, მაგრამ გარე დივიზიონები როგორიცაა გლობალ ჩემპიონ ლიგა თუ რაღაც ეგეთები რა. გიგდებს შენი მოწინააღმდეგეები რამდენით რამდენს უგებენ ერთმანეთს რა. რაც ჩემი ზასრიც ჩვენიერია, იმიტომ რომ მაგალითად ეხლა ჩელსი და ვოტფორდი თამაშობდა, თუ არ ვწდები თუ ვოტფორდი და გონი სხვა გუნდი იყო, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მაწყობდა ვოტფორდის წაგება და ზუსტად ეგენი ვნახე რა. ვოტფორდმა წააგო. და 2-1, ნუ თავიდან 1-0, მე თათაში დროსაც გაჩვენებს. ვინ წააგო, რა დროს გაიტანა გოლი. და ეგეთ რაღაცები. აია რა ეგ მოკლედ. იმ პონჩი რომ ეხლა მაგალითად 45 წამზე რომ იმათმა 2-1 ითამაშეს. მე მაგალითად პირველი ტაიმი 1-1 ვითამაშე. გონი ჩელსის ვითამაშე. სულით 5 გუნდია თუ 4, თუ არ ვწდები. აფსაიდი. ვიცოდი. და 5-0 ვეთამაშე, მაგრამ რანაირად დახაზავს აბა აფსაიდს. საკმაოდ კარგად. სტადიონზე ძალიან ცუდად არის ამბები. რაც არ მომწონს, იმიტომ სტადიონი მქონდა მთელი და გამინახევრის სტადიონი. ხა მაგის გამო უნდა აწყო ახალი სტადიონი და რა კაი დარტყმა, მაგრამ შეიძლება ნიკოლას ბარელა არა ბარელა რა უფრო ის მენდიში დიდად არ ჩანს. ჯერჯერობით თამაში, მაგრამ დაცვამდე თამაში არ მიდის. აქ რანაირი ჯარიმა იყო ის. არ ვიცი. აი მენდიში. დონარუმა ადგილზეა კარგია მომწონს.
ასე მორჩება მატჩი. კაი პასი. კიდე ესეთ ენგებში პატარა რაღაცებსაც გასწავლით მეგობრებო, როგორ ითამაშოთ ისე თამაშებული იყოს გუნდი. ესეთ ენგები რაც ყენდება, თუმცა გასაო კილიან მბაპე რა ქნავით. ჩვენი ფეხბურთელი არა, საინტერესოა. კი, ჰალანდი, ის. უკვე ორივე გუნდის საუკეთესო მოთამაშეს აჩვენებს, რაც მშვენიერია. ჩვენთან ერლინგ ჰოლანდი ძალიან კარგი. 9/9 ყველაზე შესანიშნავი ქულა რაც კი შეიძლება აიღო ალბათ. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. აქ შევწყვეტ გადაღებას და თუ იმეს გინდობათ გაგრძელება, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში და ლაიქეთ. მოდი მინიმუმ 25 ლაიქს ავიდეთ ამ ვიდეოზე და მეც მალევე ამ კლანს გავაკეთებ აქ. ბევრი ქართული კლანი შეიძლება იყოს უკვე აქ, მაინც აბა ვნახოთ. კი ბატონო, ბევრი ქართული კლანია უკვე დაარსებული. რაც მშვენიერია, ყველაზე ძლიერად ჯერჯერობით. აქ ანუ როგორ ხდება? მოდი ორ წუთი შევიდეთ. Zidane join, Niki create clan. მემბერები, აბა ვნახოთ როგორ ხდება. всё. 5000 აქვს იმას. ანუ ეს CP-ის მომარტება როგორ ხდება, ანუ არ ვიცი. მაგრამ ალბათ თამაშებით. ხო, მოკლედ კლანს როცა შევქმნით, აუცილებლად შემომიერთდით მეგობრებო, უკვე მივხვდი რა როგორ. ამიტომაც ეხლა გავალ ამ კლანიდან და როცა შევქმნი კლუბს, ყველაფერი გეცოდნებათ და ვითამაშოთ ერთად მოკლედ და გავერთოთ. შევხვდებით მომავალ ვიდეოში.